დავინახე ის, რომ კაია კალასი საქართველოში არ ჩავიდა ასეთ ძიმე პოლიტიკური კრიზისის ქვეყანაში, რომელიც პარტნიორია ევროპის ასოცირებული წევრია და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. ჩავიდა სომხეთში, მისცა ვიზა ლიბერალიზაცია და დაჩქარებული ტემპებით მიდის სომხეთის ევროკავშირის ევროპეიზაცია, ასე ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანების ამბავი. ამავდროულად სომხეთმა ჩამოიშორა ყარაბაღი, აზერბაიჯანთან აქვს ურთიერთობა, თურქეთთან აქვს დალაგებული უკვე ურთიერთობა და რა შანსები არსებობს იმისთვის, რომ საერთოდ აცდეს შემდეგ წელიწადს უკვე დაწყებული უზარმაზარი პროექტები და არანაირი დერეფანი აღარ იყოს საქართველოს და ყველაფერმა გაიაროს სწორედ სომხეთ-აზერბაიჯან-თურქეთის დახმარებით, ყველაფერი რაც საქართველოზე უნდა ყოფილიყო. და ამავდროულად შევეხოთ ძალიან გთხოვთ აზერბაიჯანში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება ამავდროულად თურქეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ